მოგესალმებით მაყურებელს მივესალმები. ხო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ეს კანონ-პროექტი, რომელიც ახლა შემოიტანა ქართულმა ოცნებამ და როგორც ცვლის კანონს, ეს ფაქტობრივად კონსტიტუციის ფარგლებს და კონსტიტუციის ჩარჩოების გაცდენა არის. ეს არ არის პარტიების საქმიანობის აკრძალვის კანონი, ეს არის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის კანონი. პარტიების საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციაშიც გვაქვს ჩვენ ჩანაწერი და არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერებიც ამასთან დაკავშირებით და მთელი განსაზღვრელი ამ ყველაფრის არის ის, რომ დამოუკიდებელმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ პარტიების საქმიანობის აკრძალვაზე თუ მიდგება საქმე და ვამბობთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია და ჩვენ ამაში არაერთხელ დაუწმუნებული ვართ, მაშინ აქ უკვე კონსტიტუციის ამ ჩანაწერსაც და ნებისმიერ საკანონმდებლო ჩანაწერსაც უკვე ფაქტობრივად აზრი ეკარგება, იმიტომ რომ თუ დამოუკიდებელი მსაჯული არ აფასებს იმას, პარტიის საქმიანობა უნდა აიკრძალოს თუ არა, მაშინ ეს ჩანაწერი კანონში ისეთივე უაზრო და აბსურდული არის, როგორიც არ ვიცი, ნებისმიერი ჩანაწერი კანონში, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებული. ანუ თუ ქართული ოცნება ამბობს, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს ანალოგი პარტიის საქმიანობის აკრძალვის, ხო, კი ბატონო არსებობს, მაგრამ იმ ქვეყნებში დამოუკიდებელი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოებიც არიან და მაშინ მოდით ჯერ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა განსაჯოს და არა ქართული ოცნების მიერ მართულმა. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ქართული ოცნება ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე პარტიის აკრძალვა, ეს არის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა კონკრეტული პირებისთვის. რასაც, რა თქმა უნდა, კონსტიტუცია არ უშვებს და ასეთი კონსტიტუციური საფუძველი ამ საკანონმდებლო აქტს უბრალოდ არ გააჩნია. ანუ სხვა შემთხვევებში თუ პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე თუ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ კონსტიტუციაში ეს წერია, სხვა ქვეყნის კონსტიტუციებშიც არის და ეს ამას შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება გააჩნდეს ოღონდ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ასეთი ჩანაწერები, ასეთ ანალოგს ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვით გარდა რუსეთისა, ხო, სადაც ანუ აი მაგალითად ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების შემთხვევაში, ოღონდ ის უცხოური აგენტების კანონმდებლობაში არის ეს ჩანაწერები რუსეთის შემთხვევაში, რომ აეკრძალათ პასიური საარჩევნო ხმის უფლება, ну აქ ქართული ოცნება სხვა საკანონმდებლო აქტში წერს, მაგრამ ფაქტობრივად იგივე შინაარსის მატარებელ ნორმებს, რაც რუსეთში არის, რომ პოლიტიკურ საქმიანობას კრძალავს. ანუ ის რაც რუსეთში 12 წლის განმავლობაში ხდებოდა, რომ ნელ-ნელა დააშენეს აი ამ კანონებს ეს ყველაფერი, ქართული ოცნება ამას ფორსირებულ რეჟიმში აკეთებს რაღაცა 1-2 წლის განმავლობაში, ანუ 12 წელი რაც ხდებოდა რუსეთში, ივანიშვილი ამას უცებ გვაყრის ამ ყველაფერს. ამიტომ ეს უკვე აღარ არის პარტიების საქმიანობის აკრძალვა, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, ამას არ გააჩნია არავითარი კონსტიტუციური საფუძველი. კონსტიტუციური გამართლება არ გააჩნია კი არა, რომ შეიძლება ასეთი უფლების შეზღუდვას უშვებდეს კონსტიტუცია რიგ შემთხვევებში, არამედ კონსტიტუციური საფუძველი საერთოდ არ გააჩნია იმას, რომ პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალო ამ კონკრეტულ პერსონებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის კონსტიტუციის ყველანაირი ჩარჩოს მორღვევა, ისევე როგორც ანუ ხა ჩვენ კითხვა სხვა საკითხი შეეხება, მაგრამ იგივე, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, თუნდაც რაც ევროკავშირთან დაახლოებაზე 1 წლის წინ მიიღო ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ერთი წერია, რა ვალდებულებები გააჩნია სახელმწიფოს, მაგრამ პრაქტიკულად აკეთებენ მეორეს. კონსტიტუცია არ იძლევა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობას, მაგრამ მაინც კრძალავენ. კონსტიტუცია უშვებს იმას, რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ღიაცის ქვეშ შევიკრიბოთ, მაგრამ იღებენ საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც ფაქტობრივად ნებართვას უქვემდებარებს და ქართული ოცნების მოწონებას უქვემდებარებს ნებისმიერი სახის შეკრებას. ამიტომ ქართულ ოცნებას აღარ აინტერესებს უკვე კონსტიტუციაში რაც წერია, იმიტომ რომ არც მართლმსაჯულების ორგანოები არ არიან დამოუკიდებლები და მისი კონტროლიდან არიან უკვე გასულები, ანუ როდესაც ხელისუფალი აძლევს იმის საშუალებას, რომ კონსტიტუცია აშკარად ღიად დაარღვიოს. ესე იგი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულების ორგანოები მის ქვეშ არიან, მისი ზემოქმედების და მისი კონტროლის ქვეშ არიან მოქცეულები. შესაბამისად, ანუ მხოლოდ ეს ცხადყოფს იმას, რომ მართლმსაჯულების ორგანოები ამ ქვეყანაში არ გვაქვს და ნუ ქართულ ოცნებას რაც მოესურვება, უბრალოდ იმას გააკეთებს. ანუ რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, უნდა დაიცვან თუ არა ამ პარტიებმა თავი საკონსტიტუციო სასამართლოში
ასეთი დავის არსებობის შემთხვევაში, აქ ცხადი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენ არ გაგვაჩნია და ეს არის პირდაპირ მართული თუმცა აქვე ნიკა წინა სტუმარსაც შევახსენე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ხომ, საკონსტიტუციო სასამართლოში და ესე ვთქვათ არაეფექტური, სუბუქად რომ თქვა, არ გამოდგა იქ, როდესაც იცავდნენ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საკმაოდ კომპეტენტური და კვალიფიციური იურისტები, ხო? კი ბატონო, ეს სწორედ მინდოდა დამესრულებინა ეს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება და რესურსი, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში შესვლას და თავის დაცვას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუნდაც იმპიჩმენტის დროსაც ეს ჩვენ დავინახეთ და არა მხოლოდ იმპიჩმენტის დროსაც, არიან იქ ჯერ კიდევ მოსამართლეები, რომლებიც განსხვავებულ აზრს წერენ და ეს განსხვავებული აზრი პოლიტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვის და ფასის მატარებელი არის. ამიტომ უბრძოლებლად ასე დანებება, ამ ნაწილში რომ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ და არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, ამას ექნება აუცილებლად საზოგადოებრივი რეზონანსი. მათ შორის მე მინდა შევახსენო მაყურებელს, პოლიტიკურად რეზონანსი იყო მათ შორის თუნდაც ის, რომ პატრიოტ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, ადამიანი, რომელიც არ ვიცი მთელი თავის შეგნებული ცხოვრება მგონი ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდა და ითხოვდა აკრძალვას, ეს ადამიანიც კი ამბობს, რომ აი ამ ცვლილებების შედეგად ფაქტობრივად ნებისმიერი ჩვენგანი შეგვიძლია აიკრძალოსო. ამას აუცილებლად ექნება პოლიტიკური რეზონანსი და პოლიტიკური რეზონანსი მათ შორის გუშინ არ ვუყურეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ირაკლი კობახიძის ეთერს ტელეწამყვანი გაკვირვებული რომ უსვამდა კითხვას, მაშინ ვიღად არჩება ოპოზიციაო, ხო? იმ ტელევიზიაშიც კი, რომელიც ფაქტობრივად ქართული ოცნების მხრიდან კონტროლდება, იმ ტელევიზიაშიც კი უკვე კრიტიკანარევი კითხვები ისმის, საზოგადოება გაოგნებულია. ამიტომ ეს საზოგადოებამ უნდა დაინახოს საკონსტიტუციო სასამართლო პროცესში მონაწილეობას სამართლებრივად შედეგი შეიძლება ასე პირდაპირ არ ქონდეს, მაგრამ პოლიტიკური რეზონანსი ამას აუცილებლად ექნება და პოლიტიკური რეზონანსი კი სამართლებრივ შედეგზე აუცილებლად ვფიქრობ მოახდენს გავლენას. ამიტომ მცდელობას როგორც მინიმუმ, ასეთი რეზონანსი იქნება თუ არა, არ ვიცი, ან რამხელა იქნება, ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ მცდელობას ვფიქრობ ექნება პოლიტიკური რეზონანსი და ეს აუცილებლად რაღაც შედეგს აუცილებლად მოიტანს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები როგორც მინიმუმ რაღაც ფორმით გადარჩნენ და არ მივიღოთ მართლა ის სისტემური ოპოზიცია, რომლის შექმნაც ასე ძალიან უნდა ივანიშვილს. კი ბატონო, და ბოლოს მოკლედ რომ თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ, ნიკა, აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ კანონმდებლობის გამკაცრებაზე აქციებთან დაკავშირებით, ხომ? ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ჯარიმებიო არ აღმოჩნდა ეფექტური, ამიტომ კიდევ უფრო ვამკაცრებთ კანონებს შეკრების და მანიფესტაციასთან დაკავშირებით. რა სიტყვით თქვენ ამ საკითხზე? ფაქტობრივად ამბობენ, რომ რაღაცა მცირე რაოდენობა თუ გამოხვალთ რუსთაველზე დაეცდებით გზის გადაკეტვას, მაშინ ჯერ დაგაჯარიმებთ, შემდეგ დაგაკავებთ, პატიმრობაც ვადის განსაზღვრეს უკვე 1 წლით, მე კიდევ გამკაცრდება. როგორი უნდა იყოს ამაზე, არ ვიცი, საზოგადოების პასუხი და რეაქცია? მოდი, როგორც იურისტი პირველი ვიტყვი იმას, რომ ამ ცვლილებებმა კონსტიტუციის დებულებას, როგორც ცოტა ხნის წინ უკვე ვახსენე, კონსტიტუციის დებულებას, რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩვენ შეგვიძლია ღია ცის ქვეშ შევიკრიბოთ, ამ დებულებას ფაქტობრივად შინაარსი გამოაცალა და თუნდაც ის, რომ შეიძლება გარკვეული ქმედება იყოს უკანონოდ გამოცხადებული, ამის სისხლის სამართლებრივად დასჯა, რა თქმა უნდა, ყველანაირ შინაარსაცლის ამუფლებას. კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა თუნდაც კანონის დარღვევით და იმ კანონის დარღვევით, რომელიც პრინციპში უსამართლოდ არის მიღებული, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას როდესაც იწვევს, ეს რა თქმა უნდა ცალსახად ერთადერთი რაღაცის მომასწავებელია, რომ ქართულ ოცნებას უნდა აკონტროლოს შინაარსი, გამოხატვის შინაარსი, შეკრებების შინაარსი, აკონტროლოს ის შეკრებები, რომლებიც მისთვის მიუღებელი იქნება, იმიტომ რომ ეს შეეხება არა მხოლოდ რუსთაველის პროტესტს, შეეხება ნებისმიერ სოციალურ საკითხთან დაკავშირებულ პროტესტს. თქვენს რეგიონში, არ ვიცი, გვიყურებენ ადამიანები და თქვენ რეგიონში რაღაც შეკრება რომ გამართოთ, პოლიცია ჩათვლის, რომ არასაკმარისი რაოდენობა ხართ და ქუჩაზე იდგებით, ჯერ ადმინისტრაციული წესით დაგაპატიმრებენ და შემდგომ 1 წლით შეიძლება თავისუფლების აღკვეთაც მოგისაჯონ, ხო? პირბადით თუ დადგებით აქციაზე, ამის გამო დაგიჭერენ. და აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ
ირაკლი კობახიძე ამ ყველაფერს ამართლებს, იმ საზოგადოება წუხდებაო. არ ვიცი, მაშინ საზოგადოებას მინდა ვკითხო, რომ იმის გამო რომ თქვენ წუხდებით, მზად ხართ ეს პასუხისგებლობა აიღოთ თქვენ თავზე, რომ ადამიანები ერთი წლით გაუშვან ციხეში, იმის გამო რომ პირბადი დგას ვიღაც ქუჩაში, ან გზის სავალ ნაწილზე დგას, ამის გამო უპირებენ ადამიანებს დაჭერას. ანუ ამაზე უნდა დაუფიქრდეთ და ამ ხალხს რომ კონსტიტუცია არ ადარდებს, თუნდაც მიდასტურდება, რომ აგერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დიპლომატიური სტატუსი აქვს, უკანონოდ დაუწერეს ჯარიმა. აი ეს არის მთელი ამბავი, რომ სრულიად არაფერზე, მართლა სრულიად არაფერზე აპირებენ ადამიანების დაჭერას ციხეში, ისე რომ არავითარი ახსნა ამას არ აქვს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნიკა სიმონიშვილი გვერდობოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.